მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი თავაძე და თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. ვაგრძელებთ მოგზაურობას ურაველის მიდამოებში ვართ ისევ ვინ წინა სერიებს უყურეთ, გემახსოვრებათ რომ ძირითადად მესხეთის ამ ნაწილში ტრიალებთ ამ კონკრეტულ სერიებში მიყოლებით. შესაბამისად ეხლა ვიმყოფებით სოფელ ცხორძაში, ვიწყებთ სოფლის ზევით არსებული ყველაზე ძველი სამონასტრო კომპლექსით, რაც ამ სოფელშია ბაიების სახელით არის ცნობილი და დანარჩენს როგორც ამ სამონასტრო კომპლექსზე, ასევე ამ სოფელში არსებულ ტაძარზე და ტაძრებზე, ნაეკლესიარებზე და ისტორიაზე თქვენ დეტალურად სერიაში იხილავთ და მოისმენთ. წავედით. ჩემი ცხორძაში ყოფნისას სოფლის დათვალიერების პროცესი მისგან დასავლეთით კლდის დატერასებულ ფენებზე მდებარე სადგომთა კომპლექსით დავიწყე. სასულიერო და მასთან ერთად თავდაცვით ნაგებობათა ერთობა დღეს ბაიების სახელით არის ცნობილი. სახელწოდებასთან დაკავშირებით ადგილობრივების მიხედვით არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც წინათ სამონასტრო კომპლექსის გარშემო ყოფილა დასახლება, სადაც ცხოვრობდა კაცი სახელად ბაია. მას ბევრი შვილი ჰყოლია და მტრის ერთ-ერთი შემოსევისას სწორედ ამ კლდეში ნაკვეთ ნაგებობათა სამალავებს გადაურჩენია ისინი სიკვდილისაგან, ხოლო ამოვლენის შემდეგ შეურქმევიათ ამ უკანასკნელისათვის სახელი ბაიები. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, თამამად ვიტყვით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართველი კაცის საბრძოლო სულისკვეთების ყველაზე მყარ ფუნდამენტს ქრისტიანობა წარმოადგენდა და ამის ერთ-ერთ გამოხატულებად სხვა ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთა შორის შეგვიძლია მივიჩნიოთ დღევანდელ სიუჟეტში წარმოდგენილი ბაიების სასულიერო კომპლექსიც. კლდეში შეხიზნული ტაძარი, დასავლეთიდან მიშენებული ეგვტერით, სამხრეთით არსებული ქვის კარითა და მთელგაყოლებაზე გარშემორტყმული გალავნით პირდაპირი გამოხატულებაა ქართველთა წინაპრის, როგორც ქრისტეს მიმართ მორჩილებისა, ასევე მზაობისა ძნელბედობის ჟამს. ეს ყველაფერი მომხდური მტრის წინაშე აუღებელ ციხესიმაგრედ ექციათ. ბაიები, იგივე ბაიოღლები, როგორც მას მესხეთში ოსმალთა ბატონობისას თურქულენოვანი მოსახლეობა მოიხსენიებდა, დეტალურად აქვს აღწერილი ქართველ ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძეს 1922-1923 წლებში მის მიერ სამხრეთ საქართველოში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში. ბოჭორიძე სამონასტრო კომპლექსის აგების პერიოდად ხელოვნების ისტორიკოსის ვახტანგ ბერიძის მსგავსად მე-12-მე-13 საუკუნეებს მიიჩნევს. სამონასტრო კომპლექსის მთავარ სივრცეში მოსახვედრად უნდა გაიარო გალავანი, რომლის დასავლეთ კედელში გაჭრილ შესასვლელს კვლავ შერჩენია ქვის კარი. სამონასტრო კომპლექსი შედგება ორი ნაგებობისაგან. ესენია ეგვტერი და მის გაგრძელებაზე მთავარი სამლოცველო. ორივე შენობა ერთსა და იმავე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს, რაზეც ხაზს უსმევს სამხრეთის გარე ფასადზე დატანილი ერთმანეთის მსგავსი ფორმის კარნიზები. ასევე ისინი ძირითადად ნაგები არიან თლილი და ნაწილობრივ კლდის ნატეხი ქვებისგან. დარბაზული ტიპის ერთნავიან სამლოცველოში შესულს პირველი რაც თვალში მოგხვდება არის მის კედლებზე მართალია დაზიანებული, მაგრამ ფრაგმენტულად კვლავ შემონახული ქრისტიანული მხატვრობა. საკურთხევლის შემთხვევაში, რომლის უმეტეს ნაწილს თავად კლდის ფენები წარმოადგენს, აქ ქრისტიანული ფერწერა პირდაპირ ბუნებრივ ქანებზეა დატანილი. საკურთხეველში ჩრდილოეთის მხარეს შენახულია ნაშთი 4 მღვდელ მოძღვრის. საკურთხევლის ახლოს 2 მდგომარე წმინდანია. შემდეგ პილასტრზე 1 მდგომარე წმინდანი, იგინიც დაზიანებულნი არიან. ასე აღწერს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დარბაზული ტიპის სამლოცველოს ფრესკებს ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე მის სწავლ წიგნში მოგზაურობა სამცხე ჯავახეთში. თუ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეკლესიის კედლის მხატვრობა იმაზე მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს გასულ საუკუნეში ყოფილა. რამე თუ იმ წმინდანთა გამოსახულებები, რომელიც ბოჭორიძეს აქვს დასახელებული, აწმყოში უკვე აღარ განირჩევა. რაც შეეხება ტაძრის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებს, მასში ამოჭრილი სარკმელებით რესტავრირებულია და დაბრუნებული აქვს პირვანდელი იერსახე. ეგვტერი, რომელიც ეკლესიას დასავლეთის მხრიდან აქვს მიშენებული, რამოდენიმე სართულისაგან შედგება. ბაიების სამონასტრო კომპლექსის შემთხვევაში ეგვტერი, როგორც ნაგებობა, საძვალის ფუნქციისაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ნაგებობის ქვედა სართულზე ჩასვლა, სადაც ერთად არის შეგროვებული იმ გარდაცულ ადამიანთა ნაწილები, რომელთა ნეშტიც ამ კონკრეტულ საძვალეზე იყო მიბარებული. ეკლესიის აღმოსავლეთით, იქ სადაც გალავანი უხვევს და კლდის მასივს უერთდება, ჩანს გვირაბი,
რომელსაც წინათ კომპლექსში მთავარი შემოსასვლელის მსგავსად ქვის კარი ჰქონია, მაგრამ მისგან განსხვავებით წაქცეულია. ბაიების სამონასტრო კომპლექსის კლდეში ნაკვეთი გვირაბის მთავარი ფუნქცია, რა თქმა უნდა, ძნელბედობის ჟამს, მისი როგორც სამალავად, ასევე საიდუმლო გასასვლელად გამოყენება იქნებოდა. კონკრეტული მარშრუტი თუ საით მიემართებოდა, დღევანდელი მოცემულობით უცნობია. სიტყვა წყორძა გრამატიკულად რომ გავშალოთ, ფუძედ გვევლინება წყორ, ხოლო ეს უკანასკნელი ძველ ქართულ სამეთყოლო ლექსიკაში გაიგივებული იყო წყალთან. შესაბამისად, თუ წინარე ქართველური დასახელებით ვიმსჯელებთ, სოფელი წარმოადგენდა წყლიან ადგილს და მისი სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. ქართველი მეცნიერი სერგი ჯიქია ოსმალური დოკუმენტის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის განხილვისას სხვადასხვა ცნობებს გვაწვდის ამ სოფელზე. მე-16 საუკუნის ბოლოსთვის ოსმალთა მიერ მესხეთის სრული დაპყრობისას წყორძა 40 კომლიანი სოფელია, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა ქრისტიანი ქართველია. მაგრამ ზუსტად 270 წლის შემდეგ, 1870 წლისათვის, როდესაც აქ ოსმალთა ნაცვლად უკვე მეფის რუსეთია შემოსული, აღწერის მიხედვით წყორძა მხოლოდ 9 კომლიანი დასახლებაა. ასევე ჯიქიას მოყვანილი ჰყავს ოსმალური დოკუმენტი, რომელშიც ნახსენებია სიუჟეტის დასაწყისში ჩემს მიერ თქვენთვის ნაჩვენები ბაიების სამონასტრო კომპლექსი. ოსმალებს იგი აღწერილი აქვთ წყორზის ბაიოღლების სახელით და მიაწერენ ამავე სოფელს. გიორგი ბოჭორიძე, რომელიც ბაიების სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას მოვიშველია, წყორძაში მისი ყოფნისას, ანუ 1912-1923 წლებში სოფელზე წერს შემდეგს. აქ არის 30 კომლი ქართველი მაჰმადიანი, სკოლის მასწავლებელია სურაია ნომ ყიზი. ამ ცნობიდან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1870 წელს 9 კომლიან სოფლად ქცეული წყორძა ისევ შევსებულა და მაცხოვრებელთა ოდენობა 30 კომლამდე გაზრდილა, ხოლო მოსახლეთაგან კი ყველა ქართველი მაჰმადიანია. იმისათვის, რომ ამ ქართველთა ყოფა უკეთ წარმოიდგინოთ, შევეხები საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკას, რაც სამხრეთ საქართველოს შემთხვევაში შემდეგნაირი იყო. კომუნისტები მესხეთის მიწაზე შემოსულ მაჰმადიან თურქმანული მოდმის ტომებსაც და იმ მესხებსაც, რომელთაც სამსაუკუნოვანი ოსმალური უღელის დამსახურებით სჯული ჰქონდათ შეცვლილი, ხან თურქთა ეთნოს მიაწერდნენ, ხანაც კი აზერბაიჯანელებს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მათთვის სპეციალურად გახსნილ სკოლებში მასწავლებლების ჩამოყავდათ არც მეტი, არც ნაკლები აზერბაიჯანიდან, ხოლო სწავლა-განათლების პროცესი აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აღრმავებდა ამ ხალხის გაუწყობების პროცესს საკუთარ სამშობლოში, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ 1944 წელს განხორციელებული გადასახლებისას თურქებთან და სხვა უცხოტომელებთან ერთად გამაჰმადიანებული ქართველებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გადაასახლეს. ხელოვნების ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე მე-19 საუკუნის 50-იან წლებში წყორძის იმ ტაძრის აღწერისას, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ამბობს, რომ ახალმა მოსახლეებმა არ იციან თუ ვისი სახელობის არის ტაძარი. ახალი მოსახლეები კი, რომლებმაც დაცლილი წყორძა შეავსეს, ამავე მიწის შვილები, აწ უკვე ნასოფლარ ტობადან გადმოსული მესხები არიან. რაც შეეხება წყორძას შუაგულში მდგომ ტაძარს, მიუხედავად მისი მცირე მასშტაბისა, ეს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვების ძეგლი დიდარია მის გარე პერანგზე შესრულებულ ორნამენტთა და ფიგურათა რაობით. ქართველი მეცნიერები გიორგი ბოჭორიძესა და ვახტანგ ბერიძეც ეკლესიას მე-13 საუკუნის მიჯნაზე აგებულ სალოცავად მოისაზრებდნენ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედელში ამოჭრილი ვიწრო მოჩუქურთმებული სარკმელები, მათ თავზე დატანილი ჯვრები, კუთხეში გამოხატული ვაზის მტევნები, ჩრდილოეთის ფასადზე დატანილ ჩუქურთმაში ჩასმული მრგვალი სარკმელი, მის ზევით კარნიზის სიმეტრიულად ამოკვეთილი ორნამენტები ნახველს აღგიძრავს იმის შთაბეჭდილებას, რომ ხუროთმოძღვარმა დარბაზული ტიპის ტაძრის მცირე ზომების კომპენსაცია გარე ფასადის გაფორმების ხარჯზე გადაწყვიტა. ეკლესიის ექსტერიერიდან ყველაზე სადამხარეს კი სამხრეთ კედელი წარმოადგენს, რომელსაც მკაფიოდ ატყვია აწ უკვე დანგრეული დამხმარე ნაგებობის კვალი, რაც თავდაპირველი დაგეგმარებით აუცილებლად სამლოცველოს მინაშენი იქნებოდა. ეკლესიის შიდა სივრცე კი აბსოლუტურად ყველანაირ გაფორმებას არის მოკლებული. დამოკრძალებული გამოხატულებაა მცირე მასშტაბის მქონე, სტანდარტული დაგეგმარების დარბაზული ტაძრისა. თუ რომელი ფეოდალური ოჯახის კარის ეკლესიას წარმოადგენდა ეს ქრისტიანული ნაგებობა, ვისი ბრძანებით იქნა იგი აგებული, ან რომელი ხუროთმოძღვრის მიერ, რა ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა წყორძაში, ან და რა ბედი ეწვიათ ოსმალთა ბატონობის პერიოდში ადგილობრივ მოსახლეებს, რომელთა რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, უცნობია. ერთადერთი რამ, რაც სოფელზე შემოგვჭა, გახლავთ ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომელიც ხას უსმევს სხვა მესხურ სოფლებთან ერთად
სყორძის პოტენციალს მიწათმოქმედების თვალსაზრისით. პური კლდეს, ღვინო ბოგასა, თევზი მემთხოვე ტობასა, თუ გინდა ვაშლი წითელი, გაღმა გამოღმა წყორძასა. დღევანდელი სერიაც დასასრულს მიუახლოვდა. რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის არის ის, რომ სამწუხაროდ ამინდი უცებ ძალიან გაფუჭდა მთელი დღის განმავლობაში, ისაც ხშირად იყო ნალექის შემთხვევები, მაგრამ ბოლოს ძალიან უხვი ნალექი წამოვიდა, რაც გამოიხატებოდა ძლიერ წვიმაში. შესაბამისად, ამ სერიაში შემეძლო მეჩვენებინა თქვენთვის კიდევ ერთი ნაეკლესიარი და ასევე აღდგენილი და მოქმედი ერთი დარბაზული ტიპის ძველი ტაძარი. მაგრამ სამწუხაროდ ამინდმა აღარ დამაცალა. ნუ რაც გამოვიდა, ეს არის სულ. დაგემშვიდობებით მომდევნო სიუჟეტამდე და რა თქმა უნდა, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ და ერთად უყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. დროებით.